მე ვარ დემეტრე აბულაძე 10 წლის. ვსწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მახსოვს პირველ დღე ვესტ ჯორჯიაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ცოტათი ნერვიულობდი. ერთი ბავშვი მახსოვს მომესალმა ხელი გადამხვია და ცოტა აღარ შემთხვევა რა. შინაურად ვიგრძენი თავი. მე გავიცანი სხვა ბავშვების და დავმეგობრდი ბევრთან. ვესტ ჯორჯიაში ჩემი წუთელებია ლუკა დიასამიძე და ნიკა ბოლქვა. მე უფრო ახლას ვარ ლუკა მასწავლებელთან. ნიკა მასწავლებელი ახლა გადმოვიდა რა. ახლა გვასწავლის სადღაც 1 თვეა. მე ვთამაშობ მარცხენა მცველის პოზიციაზე. ადრე ვიყავი ნახევარმცველი და ახლა გადმოვედი დაცვაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა კარის დაცვა. კი ვთამაშობ დაცვაში, მაგრამ მიყვარს გოლების გადანაც. ჩემს კარიერაში სულ გადანილი მაქვს 500-მდე გოლი. ოღონდ ამაში იძლება ეზოში, ბაღში, სკოლაში, ვესტ ჯორჯიაში და ყველგან გადანილი გოლები. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ეს გოლი იყო ვესტ ჯორჯიაში გადანილი ჩემი პირველი გოლი. პასი მომცეს, მივბოდი უკან 3 მეტოქი მომწევდა და მეკარეს დირკა გოლი გავდანი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო წესებაა ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს მატაობა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და გადაწყვეტილი მაქვს გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთ წარმომედგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ ლივერპულში, შემდეგ მანჩესტერ სიტიში და შემდეგ ბარსელონაში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 60 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავალ პენსიაში. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გაბრიელ ზაქარიაშვილი. ყველაზე ჭკვიანი არის ნუცა დიასამიძე. ყველაზე მშვიდია დია შაინიძე. ყველაზე ცელქია სანდრო აბუსელიძე. მე ვარ ყველაზე მოუსვენარი, მეგობრული და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავშორდი, რომ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ცოლსო მოიყარ იქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ გაბრიელს, დათას და ნუცას. ჩემ ცოლს დავარქმევ ეგას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ანა ფუტკარაძე. იმიტომ რომ როდესაც ხმას აწევია, მაშინ მიწევს მხოლოდ ხმას, არ ყვირის ზედმეტად და გაკვეთილზე ვიცინით, გვახალისებს. ახლა ვიდა ვიყოთ 16 წლის, რადგან ჩემი ნასესავები არიან დიდები და მასთან ერთად ვითამაშებდი რა. ახლა ვთამაშობ, მაგრამ ზოგჯერ მარტო დადიან რა სადღაც. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბაბუა და ბებია. მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ერეკლი. ის არის ცელქი, ნერვების მოშლელი და ამავდროულად მშვიდიც. ნერვებს მიშლის, როცა ვსწავლობ ან ვთამაშობ. მოდის და მიშლის ხელს, ან როდესაც გადავწყვეტ ეზოში გასვლას, სულ მომყვება. მამიკო არის სიმპათიური, ძლიერი, მამაცი და ჩემი დიდი გულშემატკივარი. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სუპს. მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა ნარუტო. თუ მეხუთე გავალ, მაშინ გავალ ნარუტო. ჯაზოს ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მესიზე ძლიერი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, ვისთან ერთად გავუფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავუფრინდებოდი დათა ბერძისთან ერთად. ის არის ჩემი მეზობელი და საუკეთესო მეგობარი. შემდეგი მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ლეკვი. ბედნიერება არის მეგობრებთან გართობა, ოჯახის წევრებთან გატარებული დრო და ახლობლების ხარდაჭერა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.